მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე ოსურად სიტყვა დადგა ჟამი. იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, დავადგინეთ, რომ აღნიშნული ხალბი კახაგელაშვილის გვერდი და ასევე ნამდვილი კახაგელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახაგელაშვიქს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ხალბ გვერდზე, რომელიც ასევე კახაგელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა, როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც სამინქელი ატყუებდა გამწარებულ დედას, რომ იძიებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოვებული პირი, ბატონ კახაგელაშვილთან. მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახაგელაშვილს და მის შაუბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს. დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან. დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიება მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო. თუმცა როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება. რა ფაქტებიც გაგაჩნიათ ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახაგელაშვილის წინააღმდეგ.